ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების მიხედვით მათ განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. ხაზი გაუსვით ჩვენი პარტნიორობის გადატვირთვის მნიშვნელობას და სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როგორც ძლიერი პარტნიორის როლის განმტკიცებას განაცხადა კობახიძემ საუბრის შესახებ. სააკაშვილმა საკანში გონება დაკარგა, მიიღო თავისა და კიდურების დაზიანება. ამის შესახებ ინფორმაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა. ტელეწამყვანმა დაწერა, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა. პენიტენციურის განმარტებით კი მიხეილ სააკაშვილმა თავი შეუძლო წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შემდეგ კი მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. დაცემის შედეგად ტკიოდა ფეხი, თუმცა არც ვიზუალური დათვალიერებით და არც რეანიმატოლოგიური კვლევით არანაირი დაზიანება არ ფიქსირდება, აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში. გურიაში არასრულწლოვანს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგზიანში მოხდა. რკინიგზის ლიანდაგზე ორი მოზარდი გადადიოდა, ბიჭს მატარებელი ამ დროს დაეჯახა. მე-6 კლასელი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისის კლინიკაში იმყოფება. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ყვარელში ავარიის შედეგად 52 წლის პოლიციელი ქალი დაიღუპა. გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან წერს, რომ სატვირთო ავტომობილი მოცურდა და მსუბუქ მანქანას შეეჯახა, რომელშიც პოლიციელი იჯდა. ის შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.